სალმები დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 და ეს 2016 წლის პირველი გადაცემაა და ძალიან მიხარია რომ რაღაცა ესე მოვესწარით ერთად და თქვენთან ერთად ესე რაღაცა განვაგრძობ ამ გადაცემებს და მადლობა იმისათვის რომ თქვენ ხართ აუცილებლად ჩემს მსმენელს და მაყურებელს მინდა უთხრა და იმ ადამიანებს ვინც უყურებთ ძალიან ბევრი წელი მომდის ხოლმე რაღაც უცხოეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები პატიმრები და ესე შემდეგ უამრავი ადამიანი რა ვიცი ცნეულებასა შინაყოფნი რა ვიცი სამავტყოფოში ბევრი ადამიანი ვისაც აქედან ნუგეში მიგიციათ ბედნიერება და სიხარულს გისურვებთ კიდევ ერთხელ ამ 2016 წელს ყოფილიყოს თქვენთვის ყველაზე კაი წელი და ყველაზე ბევრი სიხარული მიგეღოთ რაც კი ოდესმე გენატროთ ყველაფერი აქ ხდენოდეთ ამას გისურვებთ გულით და სულით ხოლო ჩვენი დღევანდელი თემა არის ახლა ამ თემას როგორ გავწდებოდით ორში ბედობა ყველა ულოცავდა ერთმანეთს რაღაცა და გვინდა რომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები განგვიმარტოს უფრო სწორად მოძღვარმა თუ არსებობს ეს ბედობა შეიძლება თუ არა და შემდეგ შობამდე მივდივართ აუცილებლად და თუ აი რისი მომტანი უნდა იყოს ეს ყველაფერი ის მაიმუნის წელი არის თუ რა ეს ზოდიაქოები და რაღაცები ყველაფერი გვინდოდა რომ რაღაცა ესე დაგვეშალა და რუდუნებით მივყვებით ნელ-ნელა ამ თემას და აუცილებლად ყველაფერში შევეცდებით რომ ამ ერთ მანძილზე გავერკვეთ და გავერკვიოთ იმიტომ რომ ადამიანს ძალიან აინტერესებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ესეთი ინტერესით უყურებენ ამ ყველაფერს. მამაო დაგულოცეთ თუ შეიძლება მამა მიქაელ ბრეგვაძე ყავს სტუმრად. დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მობრძანებისათვის და ესეთი კითხვით გადმოვალ ეგრევე თუ შეიძლება. ბედობა. აი რა უნდა ქნას ადამიანმა ან რისი მთქმელი არის ბედობა, ან უნდა დაიჯეროს თუ არ უნდა დაიჯეროს. ფაქტია რომ რაღაცა არის, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა შევხედოთ ამ რაღაცას, ბედობას, იმიტომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მამაო, მიახლოებით არ ვიცი. მთელი ინტერნეტს ვიცე გადაიხსო იმით, რომ ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა ბევრია, მაინც ბედობას ულოცავენ. ერთმანეთს და ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს ეს რაღაც ისა რა ქვია, შექმნილი თუ გამოგონილი რაღაც ის მაგრამ რატო მიიპყრო ამდენი ადამიანის ყურადღება და რატო არის მამოა საქართველოში ეს აი ბედობა? პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას ულოცავ ახალ წელს და დამდეგშობასაც. წინასწარ შეიძლება ითქვას მე ვარ ახლა თქვენი გადაცემის მეკვილი. დიახ, აუცილებლად. მე ფეხო. მაგაზეც კითხავ ფოტოშოპის მეკვლეობას. მე ახლა ბედობას და მინდა რომ ღმერთმა ქნას რომ აი შემოქმედის წყალობითა და მადლით საქართველოში განსაკუთრებული წელიწადი ყოფილიყოს და ამ წელიწადში ისეთი გადაწყვეტილებები მიეღოს ერს რომ სხვა წლებისათვის გაეკვალოს კურთხეული გზა. ხა რაც შეეხება ბედობას ამ ბედობის გარშემო არის ძალიან ბევრი როგორც ცრუ რწმენა ასევე ცრუ გმობა. არ შეიძლება ახლა ბედობის სრულიად უარყოფა და არ შეიძლება მისი ვთქვათ წარმართულ დონეზე აყვანა. ერთი რამეა შესამჩნევი საერთოდ ეკლესიაში რომ უფალსაცაა გაფრთხილებები მაგალითად როდესაც ამბობს რომ ტაძარი ამიშენეთ მაგრამ არ იფიქროთ რომ მარტო ტაძარში ვარ მე. ტაძარი უნდა აშენოთ მაგრამ თქვენ არ იფიქროთ რომ მე ტაძრის იქით აღარ ვარ. ანუ რაშია საქმე? ადამიანი შეიძლება იყოს წმინდა მიწაზე, მაგრამ ტაძარი ეს არის ზეციური წილი ჩამოტანილი ქვეყანაზე, ანუ ზეციური სასუფეველის ნაწილი. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მე ტაძარი აუშენე უფალს, უფალი სხვაგან აღარ არის. ანუ უკიდურესობისაგან გვიცავს ყოველთვის მაცხოვარი. აი ზუსტად ამიტომაც არის, რომ ტაძარს ჩვენ რო ვაშენებთ, შიგნიდან მოხატული გვაქვს წმინდანებით და მაცხოვარით გუმბათზე, რომ ტაძარი თვითონ სამყაროს აღნიშნავს, მაგრამ ტაძარი შინაგანად შიგრო შევდივართ გულისხმობს იმას, რომ ამ სამყაროში სინამდვილეში მეფობს უფალი და გარშემო გვაკრია უზარმაზარი დასი წმინდანების, რომელიც ჩვენ ყველას გვიყურებენ. და ასე აღწერს ზუსტად პავლე მოციქული, რომ თქვენ მოუვდექით სიონს, თას, რომელიც სადაც უამრავი წმინდანები გარს გვარტყია. ტაძარი ზუსტად აი ამ ფორმით აშენებული. აი ზუსტად იგივე მდგომარეობა, რასაც ვლაპარაკობ ჩვენ ბედობას. რა არის ბედობა? თვითონ ეს სიტყვა წარმოშობილია სიტყვა დაბადებიდან. ანუ, როდესაც ჩვენ ვიბადებით, უფალი ჩვენ ამ დაბადებით რაღაცას გვეუბნება. ანუ, დავიბადეთ კაცად, ეს არის ჩვენი კაცის ბედი. ჩვენ თუ კაცად დავიბადეთ, ქალის ბედი არ გვექნება. ბედი არსებობს, მაგრამ ბედის წერას ჩვენ ბედის ჩარჩოებში განსაზღვრავთ.
აი მაგალითად მე თუ დავიბადე კაცი, კაცური კაცი ვიქნები თუ არა კაცი ვიქნები, ეს ბედისწერა ჩემი გადასაწყვეტია და ჩემი არჩევანია. მაგრამ კაცად რო დავიბადე და ქალად არ დავიბადე, ეს ჩემი არჩევანი არ იყო, ეს უფალმა გადაწყვეტა. იგივე შემთხვევაში თუ დაიბადა ქალი, ეს მას არ აქვს კაცის ბედი და მას უფალმა ამით თავის დაბადებით უთხრა, რომ ის უნდა იყოს ნამდვილი ქალი და არ უნდა იყოს არაქალი. ანუ ამიტომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ბედობაზე და ბედისწერაზე, აქ უნდა განისაზღვროს, რომ ბედი ეს არის განგება ღვთისა და ბედისწერა არის ამ განგებაში მოცემული, ამ განგების ჩარჩოებში მოცემული ჩვენი არჩევანი. როგორც სახარებაშია, რომელმან აიმაღლოს თავი დამდაბდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი ამახლდეს. მაგრამ ახლა თუ დაიბადა ბავშვი და გარდაიცვალა დაბადებისთანავე, მას არავითარი არჩევანი არ აქვს მიცემული. ამიტომ აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ბედს და ბედისწერაზე, ეს სრულიად უფლის პრეროგატივაა. უფალი გვაძლევს ჩვენ ბედს და ბედის ჩარჩოებში არჩევას. მე რა თქმა უნდა ჩვენ ვირჩევთ. ამიტომაც, როდესაც პავლე მოციქული ამბობს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ სიტყვას, ამბობს, რომ არავინ არ იფიქროთ, რომ ვინმე თავითვისით ცოცხალ არს, ან თავითვისით მოკვდების. არავინ ჩვენ თუ ღვთის განგება არ არის, ვერც ვიცოცხლებთ და ვერც მოკვდებით. ეს ყველაფერი არის ღვთის განგების, იმიტომ რომ ყოვლის შემძლე დგას აი ამ მოვლენების უკან, რომელიც საზღვრავს. და გახსოვთ სახარებაშიც არის, ხო, თუ მინდაო მეორედ მოსვლამდე არ მოკვდება იოანე. სიკვდილით აცოცხლებს, ძალიან ჩემ ხელშია. შენ შეიძლება ბუნებით მოკვდავი ხარ, მაგრამ მე შემიძლია მოკვდავი ბუნებაც უკვდავი გავხადო და იცოცხლოს იმდენამდე ხანს. ანუ ყველაფერი არის ღვთის ხელში. ამიტომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ბედობაზე, ჩვენ ზუსტად ასე უნდა შევხედოთ ამას. და ვიმეორებ, რომ ეს ჩამოყალიბებულად ეს აზრი იყოს გარკვეული და ამაზე აღარ იყოს ესეთი დავა კამათი და გადახრები ზედმეტი, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ბედი ეს არის ღვთის განგებულება, რომელიც ჩვენი დაბადებით გამოცხადდა ჩვენზე ღვთისაგან. და ბედისწერა ეს არის აი ამ ბედის ჩარჩოებში გაკეთებული ჩვენი არჩევანი. უბრალოდ მამაო, რა მინდოდა იცით მეკითხა, რომ ეს ჩვენთან ხო ეხა ჩვენ აი თქვენ რასაც საუბრობთ, ხო, ეს ყავ ძალიან დაბალ, აი ეს აქვთ ძალიან დაბალ დონეზე დაყვანილი და ანუ ამით ადამიანები თავის სიზარმაცეს ატარებენ ამ იმაში. აი, მოდი თქვათ სიტყვაზე მაგალითად ვიტყვი, რომ ადამიანს რაღაცა ეზარება და აუ რაც ბედია ესე მოხდება. აი ეს რაღაცა უნდა გააკეთოს წინსვლისათვის, არა მე რაც მაწერია მაინც ისია. და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი შემდეგ მიყავს ამას ღვთის გმობამდე, იმიტომ რომ ადამიანს როცა საქმე აქვს გასაკეთებელი და არაკეთებს, მე რაღაცა ცუდი შემთხვევა და ღმერთს აბრალებს, რომ აი ეს დამაწერა და იმიტომ. ანუ აი ეს ბედისწერა არასწორი გაგება, ის რაც გონია რომ სიტყვაზე შენ დაწერილი გაქვს, ჯერ ადამიანი ხო თავის თავს თვითონ ქმნის, ხო? და გაქვს თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანი, ხო? მაგრამ ამით რაღაცნაირად უფრო პატიმარი ხდება თავის ცხოვრებაში და ჩვენთან აი ეს ბედისწერა სხვანაირად არის გაგებული, მამა. ხო ხდებთ, აი ბედი იყო და ეწერა და მე რა მოხდა სიტყვაზე. იმას კი არ ამბობენ, რომ აი სიტყვაზე ვიღაცა რო ცუდად გაგიხდება, შენი ცოდების გამო არის და შენი გასაკეთებელი რაღაცა არის, ხო? არა ბედია და ის ცუდად გახდა და ესე ეწერა. აი ეს მომენტი არის, მამო, ანუ ადამიანს ჩვენთან ადუნებს ეს ყველაფერი. ანუ აი რაღაცა სახლი არაშენდა და აბრალებს, რომ აი ღმერთმა ესე ინება და არაშენდა, იმიტომ რომ თვითონ ეზარება და ძინავს სიტყვას. აი ეს მომენტი მინდა რომ განუმარტოთ, მამო. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ზუსტად აი ეს უკიდურესობის დაცვა. ერთია რომ ჩვენ შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ და მაინც ხელი არ მოგვემართოს რაღაცაზე. და მეორეა შეიძლება არაფერი არ გავაკეთოთ და მაინც რაღაცაზე ხელი მოგვემართოს. ეს ღვთის განგებულება, ამას ვერავინ არ გაიგებს, მაგრამ აი ციტატა რომ არის მიზეზებად მიზეზად ცოდვისათა კაცთა თანა რომელი იქმნა უსჯულოებას. ესე იგი ადამიანს რომელსაც უნდა უსჯულოება გაიმართლოს ძალიან ბევრ საღვთო მოვლენას, თქვათ ტრადიციას ქრისტიანულს ის აუკუღმართებს თავის თავში. ეხლა სახარებაში ჩანს ძალიან კარგად რომ პირველად რომ მოციქულები გამოირჩია პეტრემ, ის მაცხოვარმა პირველად პეტრე რომ გამოირჩია მოციქულების გამორჩევისას, ზუსტად აი ეს გამოცდა მოუწყო მაცხოვარმა, რომ მთელი დღე ითევზავეს მოციქულებმა და ვერაფერი ვერ დაიჭირეს. ესეც სასწაული იყო. გადიოდნენ, ძველად ასეთი წესი იყო, გადიოდნენ ჩირაღდნებით, ანათებდნენ ღამე ზღვას და თევზი სინათლეზე მოდიოდა და მერე აგდებდნენ ბადეს და ვერაფერი ვერ დაიჭირეს. მეორე დღეს უკვე დაქანცულები დილას დაადგა უფალი თავზე და ეუბნება რომ პეტრე შეცურეო ღრმადო დინარეშიო.
ღრმად უფრო ძნელია დაიჭირო თევზი ბადით და შეცურა პეტრემ. ეხლა გადააგდეო მარჯვენა მხარეს. და პეტრემ უთხრა რომ უფალო ჩვენო მთელი ღამე ვითევზავეთო და ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ შენ სიტყვასო შეურაცხყოფა რო არ მივაყენოთ და პატივი მივაგოთო, გადავაგდებ მაინც შენ სიტყვის გამო და გადააგდო და იმდენი თევზი დაიჭირა რომ ნავი ჩაეწირათ. ლამის და მერე სხვანავი დაახმარეს რომ თევზი იქითაც გადაენაწილებინათ. აქ რა უთხრა უფალმა ამით რომ მე თქვენ უნდა გამოგიჩეთ მოციქულება და არ დაგავიწყეთ ერთი რამ რომ თქვენ როგორი გულმოდგინებაც არ უნდა გამოიჩინოთ თუ უფლის კურთხევა არ არის ვერაფერს ვერ გააკეთებთ მაგრამ თუ უფლის სიტყვით ივლით და უფლის მარჯვენით იქნებით ხო სულ მაშინ ყველაფერი გამოგივათ ანუ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ გინდ ბედის წერაზე გინდ ბედზე რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ უფალი არ უნდა გამოვრიცხოთ არ ჩვენი გულმოდგინებისას უნდა გამოვრიცხოთ უფალი და არ ჩვენი არა გულმოდგინებისას ყველაფერზე ჩვენ ვიღებთ რაღაცა შემთხვევაში რაღაცა დროს უფლის პასუხს რა ეხლა სოლომონი მდიდარი იყო და პირდაპირ წერია რომ შენი მამის გამო გაძლევო მე ამ სიმდიდრესო შენი მამის სიბრძნე რას გაიგებ ღვთის განგებას აქ თავარი ის არის რომ როდესაც ბედზე და ბედის წერაზეა ლაპარაკი ჩვენ ბედით გვესაუბრება უფალი ჩვენი გაჩენით ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლენებით რაღაც სიტყვა გვითხრა და ჩვენ ამ სიტყვას თუ პასუხისმგებლობით მოვექცევით ამ პასუხისმგებლობით შევფასდებით სხვანაირად ეხლა ჩვენ რო გამოვეკიდოთ ყველა ადამიანის ქცევას, აზრს, გონებას, გადახრას, ეს ძალიან დიდი საუბარი გამოვა და აზრიც არ ექნება. ყველა შემთხვევაში ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა გულისხმობს გულმოდგინებას. მაგრამ გულმოდგინებაც თუ იქნება ამპარტავნობით და ამ გულმოდგინებას მარტო ჩვენ თავს მივაწერთ და არა ღვთის წყალობას, რომელმაც ეს გულმოდგინება აკურთხა, მაშინ კიდე სხვა უკიდურესობაში გადავარდებით. ანუ რა არის თვითონ ქრისტიანობა? ქრისტიანობა შეიძლება ითქვას ეს არის გოლგოთა. სადაც შუაშია მაცხოვარი და მარჯვნივ მარცხნივ ავაზაკები. და პირდაპირ წმინდა წერილი ძახის რომ არც მარჯვნივ არ უნდა გადაუხვიო და არც მარცხნივ. რა უნდა აირჩიო უფლის ჯვარი. თორე მთელი ცხოვრება მაინც ჯვარია, მაინც სიკვდილია, მაინც ბოლოში ჯვარია, მაინც ტკივილია, მაინც აღმართია გოლგოთისა და აქედან გამომდინარე მაინც ჯობია რადგან ასეინება ღმერთმა ჩვენი გადარჩენა, შუა ჯვარც მავირჩიოთ და არა ვთქვათ ფრონტალური რაღაცა ესეთი ავაზაკური ჯვარი. ამიტომ აი, როდესაც ლაპარაკია ბედი და ბედის წერაზე, მე ხაზგასმით მინდა გავუსვა, რომ რატომ არის მაგალითად ბედობა დაწესებული საქართველოში მაინც და მაინც ახალი წლის მეორე დღეს. ამას რატო ამბობ? აქაც დიდი პრობლემები გვაქვს ჩვენ. მე ხშირად მესმის მაგალითად, რომ ზოგს გონია, რომ ახალი წელი არის სექტემბერი. ხო? აქაც დიდ შეცდომას აკეთებენ. ჩვენ გვაქვს ეკლესიაში რამოდენიმე ახალი წელი. იმიტომ რომ თვითონ ვიცით, რომ ეკლესიურათაც დრო არ არსებობს. ამიტომ თვეებით და წლებიც ეკლესიურად ის მრავალპროფილიანია, ჩვენებურად რაღაც მულტიგაგებისა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს 1 მარტი ახალი წელი და ასე გვიწერია ჟამში, რომ თვეთა თავი არის მარტი. და მარტი არის პირველი თვე. ზუსტად ამიტომ არის სექტემბერი, სექტახო მე7 თვეა. ოქტომბრი, მე8 და დეკა მე10. ანუ მარტიდან აითვლება. მაგრამ დღეს ჩვენ ამას ვანგარიშობთ იანვრიდან ახალ წელს. ეხლა რასთან არის დამოკიდებული? ადამიდან ქრისტეს შობას ჩვენ აღნიშნავთ მარტით. და იანვარს ჩვენ აღნიშნავთ ქრისტეს შობიდან. იანვარს აღნიშნავთ ქრისტეს შობიდან. რასთან არის დამოკიდებული? ქრისტე რომ მოვიდა დედამიწაზე, პირდაპირ წერია, ის მოვიდა აღსასრულსა ჟამთასა. და ქრისტიანობის მერე აბსოლუტურად ახალი ეპოქა დაიწყო. ამიტომ ჩვენ ეკლესიაში ძირითადად ორი ათვლა გვაქვს. ეს არის მარტიდან ადამისეული, რამდენი წელია დასაბამით შესაქმისა და მაცხოვრის შობიდან ახალი წელი. ანუ მაცხოვარი იშვა 25 დეკემბერს და პირველივე თვე მაცხოვრის შობის მერე პირველი თვის პირველი რიცხვი, ანუ იანვარი ჩვენ გვაქვს ახალი წელი. ეხლა, როდესაც ჩვენ ახალი წელი გვაქვს ქრისტეს მოსვლის, დედამიწაზე ქრისტეს მოსვლის წელიწადად, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ახალი რამ სამყაროში. დაიბადა მაცხოვარი დედამიწაზე. ეს არის რაღაცა გაუგონარი რამე, რომ საერთოდ უსახო ღმერთი სახოვანი იქნა, ხო? რაღაცა მიუწტომელი ღმერთი მისაწვდომი გახდა ჩვენთვის და შეუხებელი შესახები გახდა. დაუნახავი და დასანახი გახდა.
ანუ მასთან რაც ჩვენ მასთან ვისთანაც გაგვიწყდა ჩვენ სულიერი კავშირი, ხორცელათაც კი დაგვეკონტაქტა. და მოვიდა დედამიწაზე. ამიტომ ეს მოსვლა ჩვენთვის არის ძალიან დიდი მოვლენა. ფაქტიურად ჩვენი ბედი შეიცვალა იმ დღიდან. კაცობრიობის ბედი ქრისტეს მოსვლიდან შეიცვალა. ანუ შანსი მიეცა. შანსი მიეცა კაცობრიობას ახალი. ამიტომ ეს დღე განსაკუთრებული პატივისცემით აღინიშნება. და შეიძლება ითქვას, რომ აი მეკვლეც პირდაპირ ამასთან არის კავშირში, იმიტომ რომ ჩვენ ძველი წყაროთი ვიცით, რომ მეკვლეები, ქრისტიანობის მეკვლეებად იწოდებოდნენ მოციქულები. მაგალითად დღესაც არის საბერძნეთში შემორჩენილი, როდესაც ეპისკოპოსი, მეორე ეპისკოპოსი ეპარქიაში მიდის და ულოცავს, მას ულოცავს, რომ აი შენი, ესე იგი მის ფეხს ლოცავს, რომ მის ფეხი შემოდგა მის ეპარქიაში და ის არის მეკვლე მის ეპარქიაში, თქვათ ახალი ეპისკოპოსი. ანუ მეკვლე ვიღაცა მეფერხული, ვიღაცა გამკვალავი ამ გზისა. პირველად ჩვენთან გაიკვლია გზა ქრისტიანობისა მოციქულებით. ამიტომაც მაცხოვარი, როდესაც ბანს მოციქულებს, ფეხებს, პირდაპირ ეუბნება, რომ ეს თუ არ დაგბანეთ მე თქვენ ფეხია, ჩემთან წილი არ გექნებათ. რატომ? ებრაელი როდესაც გადადიოდა წარმართულ ქვეყანაში, უკან დაბრუნებისას მაგ ფეხი უნდა დაებერტყა. და სახარებაში წამოს მაცხოვარი, რო შეხვალთო სახშიო, უთხარითო მშვიდობა ამ სახლს. თუ ეს სახლი მშვიდობას არ მიიღებს, რო გამოხვალთო, ფეხი დაიბერტყეთო, რო თქვენი ფეხის მადლი იქ არ დარჩაო. რომ თქვენ მისგან არაფერი არ წამოგიხიათ და არც თქვენი ფეხის მადლია იქ. ჩამოიბერტყეთ ეს ყველაფერი. და ეს ქალაქიო სოდომზე და გომორზე უარეს მდგომარეობაში იქნებაო აღდგომის დღეს. რაღაცა ეს ძალიან დიდი სიმბოლოა. მაგალითად ჩვენ იგივეს ვხედავთ ძველ აღთქმაში, როდესაც იაკობი ლაბანს ეუბნება, რომ ჩემი ფეხითო გაკურთხა შენ უფალმაო და აგაშენაო და ლაბანის უდასტურებს კი ასეაო. იგივეს ვხედავთ ჩვენ, როდესაც ისრაელი შედის აღთქმის ქვეყანაში და ეუბნება უფალი, რომ არ შევიდეს არავინ, ჯერ მღვდლებმა ჩადგან ფეხი პირველად იორდანეში და როგორც კი ჩადგეს მღვდლებმა ფეხი იორდანეში, რომელსაც კიდობანი ეჭირათ, მდინარე გაიწრიტა და დარჩა კედლად ერთი მხარე. ანუ რაზეა აქ ლაპარაკი, რომ აი რაღაცა აი ამ სიმბოლურად ამ ფეხს დიდი დატვირთვა ჰქონდა, როცა უფალი ეუბნება, გაიხადე ფეხი ადგილზე, წმინდა ადგილზე დგახარ, მან დაბანა ფეხი დაუბანეს მაცხოვარს და ეუბნება, რომ ამანო ფეხი დამიბანაო მეო და ამდენად დამაფასა მე და თქვენ. ანუ უზარმაზარი სიმბოლოს მქონია. იგივეს ვკითხულობთ ფსალმუში, ხო? ნუ მოვალ ჩემზე და ფეხი ამპარტავნობისა. ხო? ნუ შეომიო, თქვა ჩვენებურად რო თქვა ეხა დღეს აი ამ კონტექსტში რო გადმოვთარგმნოთ, იქნება ასე, რომ ღმერთმა არქნასო ჩემ სახში მეფექოს ვიღაცა ამპარტავნობა შემოდგას ფეხი და რაღაცა ამპარტავნობა დამებედოს და ესეთი რამე. ანუ ამითი რა უნდა კაცმა რო თქვას? რა უნდა ამითი განემზადოს კარგისთვის. ეხლა ამას თუ დოგმატის ხარისხი შეიღებს, ეს კიდე სხვა უკიდურესობაა ჩვენ თქვით, ეს რა თქმა უნდა არასწორი იქნება. მაგრამ რაღაცა პირველი ვინ დაიბადებოდა ებრაელის ოჯახში, მას ეკუთვნოდა მემკვიდრეობა, პირველი ვინ შემოდგავდა ამ ქვეყანაზე ფეხს, ის იყო პირმშო. ამას რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა ჩვენ საღვთო წერილშიც ვხედავთ, რომ შეიძლება პირველი დაბადებულიყო, მაგრამ მეორე შვილს მერე ცხოვრებით ეჯობა და აი ეს რაღაცა ბედობა, ბედისწერას გადაესწრო ბედობაზე. დიახ, მადლობა მომავალ ძალიან დიდი. შორს რო არ წავიდეთ მომავალ ჩვენთან სამწუხაროდ საქართველოში და ესეთ ქვეყნებში რაღაცნაირად მომავალ ჩვენ ძალიან ჯერად ჰოროსკოპების და ეგეთი რაღაცეების. ეს ერთის ხრივ მომავალ ამ ადამიანებს არ ვამტყუნებ, იმიტომ რომ ხორციელს ასაც ხედავენ, არავინ იმედი არ გამომართლათ. არავინ აბსოლუტურად არც ერთმა მთავრობამ, არც ერთმა იმან, არც ერთმა არაფერმა არ გამომართლათ იმედები და საწყალი ადამიანები დარჩნენ მაიმუნების, რაღაცა ბაყაყის წელი და ასე შემდეგ. აი იმის იმედად. თან რაღაცა ინტერესი აქვთ ხოლმე მამაო და ის ყველა აი რაღაცა ძალიან მეწოდებიან ხოლმე, იმიტომ რომ აი ზოგი აი რაღაცა ამბობს, რომ ეხა ჩემი წელი არის, იმიტომ რომ მაიმუნი მოდის იქ რაღაცა იმასთან მერწყულთან კარგად არის რაღაც ტყუპები და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ადამიანი ამ დონეზეა, რა ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი ტკივილი დგას ამის უკან, ხა ამას ვერ განსაზღვრავთ ჩვენ, მაგრამ ფაქტია, რომ მამაო ესეთი ის არის, რეხეთ რომ გაიხედოთ მამაო ყველა იმაში არის ჰოროსკოპების კითხვაში და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა ეგოისტურად თავს რაღაცა იმაშვებიან, იკმაყოფილებენ თითქოს ამით, იმიტომ რომ ღმერთთან არ ვართ ეხა ჩვენ ისე და რაღაცა ჰოროსკოპები გჯერასო, ხვალ გათენდება და გვაჯერებს რომ ზე ამოვარ მარტო ჩვენთვის და დედა გაგვიმართლებს, იმიტომ რომ 30 წელი არ გვიმართლება, მაგრამ ყველაფერი უკუღმა მიდის, ეს კიდე ცალკე თემაა. რა უნდა ქნარ მამაო ამ ადამიანებმა
თუ შეიძლება რომ აუხსნათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი და სხვათა შორის მამაო ძალიან ბევრი ნაკითხი და აი ესეთი აი ქალაქში აქ რო ცხოვრობენ, ისეთი ადამიანები, ხო? ყველა ჰოროსკოპებს, იმებს იზიარებს, იმაშვება და ისმენენ ამ ყველაფერს. ჩემ და სამწუხაროდ, მამაო. ცოტა რთული თემაა, გრძელი მოსავლელია და არა, მამაო, გრძელი უბრალოდ ის არა, ბევრი კითხვა მინდა დაგისვათ და ახლა რაშია, წეგან თქვი მე რომ ჩვენ გვაქვს ძირითადად სამი ახალი წელი. ძირითადად სამი ახალი წელი. ესა გვაქვს მარტი, იანვარი და სექტემბერი. სექტემბერი არის 7-7-ულთა წლისთავი. მარტი არის ადამიანიდან შობის წლისთავი და ადამიანის გაჩენის წლისთავი, ანუ დაბადების თვეა, ხოლო იანვარი არის ქრისტეს შობის თვე. ეხლა როდესაც ჩვენ ანუ ახალი წელი უბრალოდ ქრისტეს შემოსვლის წელი. ასევე იყო ძველ აღთქმაში. ანუ როდესაც იყო რელიგია განუყრელი იყო კალენდრიდან. იმიტომ რომ რომელიმე რელიგია თავის დღესასწაულებს კალენდრიდან ალაგებდა. და ეს იყო საწელიწადო აღნიშვნა მისი რწმენისა. და ჩვენ გქონდა ზუსტად ასე ფერიცვალების თვე, ქრისტეს შობის თვე, ხო, შეწყდარების თვე და უამრავი სახეობის თვეები გქონდა. რჯულდების თვე იყო და ასე შემდეგ. მაგრამ წარმართებს ჰქონდა თავისი თვეები. წარმართები იყვნენ კერპსახურები. ამიტომ ისინი ემსახურებოდნენ კერპებს. მათთვის უფალთან კი არ იყო კავშირში ეს თვეები და წელიწადები. მათ ჰქონდათ ცხოველების თვეები და ცხოველების წელიწადები, ცხენის, გველის, მაიმუნის და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდოთ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ და ბიბლიაზე და ვიცით ბიბლიიდან არსებობენ ცრუ წინასწარმეტყველები და ნამდვილი წინასწარმეტყველები. ზუსტად ასეა, რომ არსებობს უფლის წინასწარმეტყველი და არსებობს ცრუ წარმართის წინასწარმეტყველი. აი მთელი ეს კალენდარი, ეს კალეიდოსკოპი ამ მთელი წელიწადისა არის წარმართული, რასაც ქვია ის მაიმუნის წელი, ცხენის წელი და ეს არის სუფთად ცრუ წინასწარმეტყველებები წარმართობისა. იმას არ შეიძლება რამე სახის სიმართლე ქონდეს ქრისტიანობასთან. არავით არის, აი აქ არ არის ლაპარაკი რაღაცა დამთხოვებზე, ხა მილიარდ რაღაცა ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და ვიღაც რაღაცა დაიმთხოვა, თან თავისი განწყობაც თუ მით უმეტეს იქნება ამისკენ მიმართული. ამიტომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ და ვიაზრებთ კალენდარს, კალენდარი ყველა შემთხვევაში ეს არის რაღაცა დროში შემოსული უფალთან ურთიერთობა, udroho ღმერთთან ურთიერთობა. იმიტომ რომ როდესაც უფალმა გააჩინა ეს ქვეყანა, დროც გააჩინა მასთან ერთად. ამიტომ ამბობენ მამები, რომ აი მაგალითად, როდესაც უფალმა გააჩინა ხე, ის კი არ გააჩინა და კი არ დაელოდა, როდის გამოიღებდა ნაყოფს, ის სხმოვიარე გააჩინა. ადამი რო გააჩინა, კი არ დაელოდა, როდის გაიზდებოდა ადამი. ის გაზრდილი გააჩინა. რო გააჩინა ვარსკვლავები თავის ნათელით გააჩინა ისინი. შეიძლება რაღაცა ვარსკვლავს მილიონი წლები უნდა აქამდე რომ მოვიდეს, მაგრამ ის უკვე მოსული გააჩინა. ამიტომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, აი პავლე მოციქულს აქ ნათქვამი, რომელმან შექმნა საუკუნენი და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ უფალთან მიმართებაში და ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან მიმართებაში, აქ კალენდარს დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმართული კალენდრით ჰქონდათ თაყვანისცემა ღმერთისა და მართლმადიდებლებს მართლმადიდებლური კალენდრით ჰქონდათ თაყვანისცემა ღვთისა. ამიტომ ყველა შემთხვევაში ეს არის წარმართული გამოვლინება და შეიძლება არაპირდაპირი, მაგრამ ირიბი გმობა სულიწმინდისა. იმით გმობა სულიწმინდისა, იმიტომ რომ სულიწმინდაა წინასწარმეტყველი. და არ შეიძლება რამე ნათობები, ცხოველები და რაღაცები იყვნენ წინასწარმეტყველები. შეიძლება რაღაცა ნიშანი მოგცეს უფალმა რაღაც სახით, მაგრამ არა ასეთ დაწერილი სახით. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ამასთან დაკავშირებით და უნდა ვიყოთ ჩვენ პრინციპული ქრისტიანები. მაგალითად, წინა წელს ინგლისში, როდესაც ჩატარდა ახალი წლის აღლუმი, ესე იგი ინგლისელები რასაკეთებენ? თითქმის ყოველ წელიწადს ახლა მე ერთი წლით შემოვიფარგლე. აი მაგალითად მაიმუნს არ გამოიტანენ ისინი იმ წელიწადს, რომ სხვა ერის რაღაცა დღესასწაულს არსენ თაყვანი უნებლიეთ. რაღაც კრეატიულები არის. ასეთ შემთხვევა მქონდა ახლა მე რამოდენიმე დღეს წინ მეგობარს რაღაცა საჩუქრებს ვაძლევდი რაღაცაში. ისას არის მეორე. და უცებ ერთ-ერთი საჩუქარი იყო, მაიმუნი იყო 4 ერთად რაღაცა და ვიფიქრე ახლა ვაჩუქებ მეთქი ამ ბავშვს საჩუქებს. არ ვაჩუქი, ჩავაგდე უკან, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე ვთქვი ახლა ისე არ გამომივიდეს, ამან არ გამიგოს რომ მაიმუნის წელთან დაკავშირებით ვჩუქნი ამას. და რაღაცნაირად ჩვენ პრინციპი უნდა გაგვაშტეს. ჩვენ ამხელა ერი ვართ.
ასეთი მნიშვნელოვანი ერი ვართ, რომ უფალი ამბობს, რომ ნუ გეშინიათ პატარა ერი თუ ხართ, მაგრამ თუ ნამდვილი მორწმუნეები ხართ. ხო არის ეს ლუკას სახარებაში. ნუ გეშინი მცირე სამაგას სამწოს, არამედ თუ სათნო ეჩინა უფალო მოცემა თქვენ და სასუფეველი. ანუ ჩვენ ამას ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი განცი. პატარაა ბრილიანტი, მაგრამ ძალიან ბევრ ჯარზე ძვირფასია. ამიტომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ სწორ და ჭეშმარიტ რელიგიაზე, ამ ჩვენ რაღაცა ძვირფას ბრილიანტზე და ამ ჩვენ ძვირფას ალმასეულობაზე, ჩვენ უნდა ამას გაუფრთხილდეთ. არ შეიძლება რომ ჩვენ ახლა რაღაცა გამოვეკიდოთ წარმართულ წარმოდგენებს და წარმართულ ჩვევებს. ძალიან დიდი მადლობა მამაო. თუმცა ისიც არ შეიძლება რომ სიტყვაზე ვიღაცა შევაშინოთ, რომ რაღაცა ვიღაცა ზოგიერთი მამაო ძალიან ისე ფიცხად უხსნის ხოლმე ამ ყველაფერს და ძალიან ხა თქვენ რატომ მოგიწვიეთ იცით განა იმიტომ რომ სიტყვაზე ცოდნე რო ხარ და რაღაცა ხო ის გაქვთ რომ არ წვავთ არც აი ესე რაღაცა ისე მინდა თქვა რომ აი ლამაზად ხსნით რომ შუალედს იჭერთ ძალიან ლამაზ და მაგიტომაც თუმცა ძალიან ბევრი ისა რა ქვია ადამიანი ამის გამო ძალიან სიტყვაზე ვიღაცამ არ იცის ზოგს მაიმუნი ჯერო და რაღაცა და ზოგი მოძღვარი ძალიან ფიცხად უხსნის ხოლმე ამას ისე რომ შეიძლება რაღაც სასუწაკვეთს ჩააგდეს. გიორგი ლაპარაკია? მაგიტომ მინდოდა მაგრამ იმ ადამიანებისთვის ლამაზად აგვეხსნა. ლაპარაკია ძალიან იაფასიან რაღაცა ესეთი ფორმებზე, მაგალითად ნათქვამია რომ სვეტი ცხოველში არის ესეთი ფრესკები რო ეხლა ეს ჩვენ ქართლის ცხოვრებაშიც გვიწერია. ქართლის ცხოვრებაში ნათქვამია რომ აი ბერძნებისაო ასეთიაო კალენდარიო, ჰოროსკოპულიაო. ანუ ეს რა იყო? ბერძნებსაც აქვთ ეს არტემიდას თვე და ჰერმეს თვე და ეს. ანუ რაზეა ლაპარაკი რომ ეს იყო თვეების აღნიშვნები. ანუ ეს კი არ ნიშნავს იმ მდგომარეობას რომ მასე ან მკითხაობდნენ ან წინასწარ მეტყველობდნენ. ეს იყო უბრალოდ თვეთა ციკლი გამოსახული ხაწერაში. აი მაგალითად სექტემბერი როგორ უნდა დახატო? იყო რაღაცა ძველი ფორმა, რაც უკვე ადამიანის გონებაში უკვე ჩამჯდარი იყო ამ თვესთან ასოციაციაში და ისე დახატეს. ანუ აქ თვეთა ციკლია მხოლოდ გაკეთებული. მეტი აქ არაფერი არ არის. ამიტომ არ შეიძლება ეს ჩვენ გადავიტანოთ პირდაპირ ესე იგი ალეგორიაში იმ წარმართობასთან. მით უმეტეს ქართლის ცხოვრებაში გიწერია რომ ბერძნებს სხვანაირი კალენდარი ჰქონდათ და ქართველებს კიდე სხვანაირად ჰქონდათ ეს თვეთა აღნიშვნა. და მინდა რომ თქვა რომ ეს მაიმუნის წელიწადი კი არა. ეს არის ჩვენი წელიწადი. ეს არის იმის წელიწადი, ვინც დღეს იბადება. ეს არის იმისი წელიწადი, ვინც დღეს თავის საცოლე გაიცნო. ან ვისაც დღეს შვილი ეყოლა. ან ვინც დღეს, რა ვიცი მე, ამ გადაცემას უყურებს. ვინც ამ გადაცემას უყურებს. ეს არის ვინც დღეს უყურებს, ყველა იმათი წელიწადია და არ შეიძლება ეხლა ჩვენ რაღაცა ეხლა ესე როგორ ვთქვა, ესეთი სულიერი დარვინისტული ფორმით ეხლა ხო, მაიმუნს გადაულოცოთ ეს წელიწადი. ერთი ამბობენ რომ მაიმუნი და გავშითო, მეორე ამბობს რომ ეს წელიწადი მაიმუნს. არ შეიძლება ეს. ქრისტიანს, მოკლედ რო ვთქვათ, ეს არ ეკადრება არანაირად. არა, ძალიან უბრალოდ დაბალდონე. ქრისტიანობა იმდენად ამაღლებული მოვლენაა, იმდენად ამაღლებული მდგომარეობაა, რომ ეს შეურაცხყოფელია ქრისტიანისათვის. იმიტომ რომ სახარებაში პირდაპირ წერია, ეძიებდით სასუფეველს ღვთისასა და ყველაფერი თქვენო ესო მოგეცემათ ეს სიბრძნეო თუ რა როგორ მე გაარჩიოთ. სამწუხარო ჩვენ რო დააკვირდები უფლის სასუფეველის ძიებაში არ ვართ. შეიძლება რაღაცა კანონების ძიებაში ვიყოთ, რაღაცა ფორმების, ტრადიციებს, აი სასუფეველის ძიებაში არ ვართ. თუ რა არის სასუფეველი, როგორ არის მოწყობილი, ის წყობა გადმოვიტანოთ დედამიწაზე, ამ წყობით მოემზადოთ იმ სამყაროს შესახვედრად. ეს ჩვენთან არ განიხილება ძირითადად. და ამიტომ უფრო კანონების წესები ჟანდარმერულ სახეს იღებს. მე ადამიანები როდესაც არიან წუხარებაში და მძიმდებიან ამ რაღაცა წესებით და კანონებით, ხშირად უკვე რაღაცა გონიათ რომ აი წარმართობაში ვიპოვო დიდი სიბრძნე და იქით ეძებენ სულს ღვთისას. ამიტომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა და უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ქრისტიანებს ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი შეხედულება თვეებისადმი და ჩვენი შეხედულება წელიწადისადმი და ცხოვრებისადმი და საერთო ცხოვრებისადმი. და იმ დროსთან, იმ დროის მიმართ, რომელი დრო ჩვენ მოგვეცა სინანულისათვის. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული ერთ ეპისტოლეში, რა თქმა უნდა, ცოცხლებს მიმართავს. თქვენო გაქვთო ჟამი შეწყნარებისაო და ჟამი სინანულისაო. ამიტომ ეს დრო კარგად გამოიფრდიდით ჯამთაო, კარგად გამოიკვლიეთ დრო, რომ ამ დროშიც ბოროტება ბევრია და აი ბოროტებას არ გადაეყაროთ. პირიქით ეს დრო ღვთისთვის გამოიყენეთ.
ძალიან დიდი მადლობა მამო ეს ლამაზი ახსნისათვის. ეხლა თუ შეიძლება მამო ერთ რაღაცას კითხავთ, ეს ყველაფერი მორჩით სიტყვაზე და აი გეუნება ის ადამიანი რომ სიტყვაზე ამის ამჯერას და თა რა არის ის მამო ეს ჰოროსკოპები ხა აი ადამიანზე არის ისე ფსიქოლოგიურად გათვლილი მამო თითოეულ ნაბიჯს რო წაიკითხავ ყველაფერი თითქოს ისე გიჩდება რომ გაოცებული ხარ რომ საიდან მიცნობს ეს ვიღაცა მე და ამიტომ ბევრს აჯერებს ხოლმე სამწუხაროდ ეს ჩაიარა ამან ეს გათვლილი ალბათ ბოროტისაგან თუ რაღაც ფსიქოლოგიურად ისეთი გათვლილი ადამიანებზე რომ ძალიან ჯდება ხოლმე რა მე წამიკითხავს და ძალიან ბევრი ჩემი ჩვევა აღმომიჩენია აქ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ დავიჯერო ეს ერთი უბრალოდ რა გათვლილი არის და იმ ადამიანებს მინდა რომ უთხრა რომ არ მოტყუდნენ მამაო თუ შეიძლება აი ადამიანებს 2016 წლისათვის ძალიან პრობლემური და რაც ხდება საქართველოში ხა თქვენ ჩემზე კარგად იცით და მაიმუნისაც რო ჯერავთ ესეც იმის ბრალია რომ ადამიანები იმდენად გამაიმუნდნენ რომ ადამიანების აღარ ჯერათ და უკვე აი ინტერნეტშიც ხოლმე სამაგალითო ხო არის მამაო რაღაცა მაიმუნი ისა რა ქვია ადამიანი რაღაცას გააკეთებდა ადრე რაღაცა დღეს სამწუხაროდ იზიარებენ იცით როგორ ვიდეოები ძაღლმა რაღაც გააკეთა ის უკვე ადამიანებს მაგალითად მამაო მართლა ვამბობ ამას გულის წუხილი თუ ამბობ რომ ცხოველების უფრო ცხოველებს ემეგობრებიან აი ყოველ მეორე ძაღლთან იმასთან ერთად დადის იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებენ მამო აქ არის მე არ ვიცი ხა რა თუ რამე იყო და არ ვიცი საქართველოში მცხოვრებ ადამიანი ხა ერთმანეთ დაუფარო ჯოჯოხეთში რომ მოხდება რაღაც უნდა გააკვიროს იქ აღარ ვიცი იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ხედავს აქ ეხლა თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რა უნდა ქნას ადამიანმა რომ აი ეს წელი ბედნიერი იყოს მისთვის. აი კარგით, ჩვენ ახლა ვისაც აუხსენთ ესენი ჰოროსკოპებს, მაიმუნებს, ყველას გადადებენ. აი რა უნდა ქნას თუ აუხსნით, მამო, იმ ადამიანებს, იმიტომ რომ თქვენ წეღან თქვენვე ახსენეთ, რომ შეიძლება ყველაფერს აკეთებდე, მაგრამ არ იყო ბედნიერი სიტყვას და არ მოგეცეს და ვიღაცა არ აკეთებდეს არაფერს და იმას მიეცეს. აი ამ შემთხვევაში ეს როგორ უნდა აიტანოს, დაიტიოს, დაითმინოს, იმიტომ რომ ძალიან მეცოდება, მამო, ისეთ დღეში არის ეს ხალხი. ეხლა კიდე ეს ვიზები რო გაიხსნება, მე ნახეთ საქართველოში კიდე ვიღად არჩება და ამაზე საერთოდ გული მისკდება, მე კიდე არ ვიცი, ხა ეს კიდე ცალკე თემა. თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ ურჩიოთ რაღაცა სასულიერო რჩევები თუ არის 3-4 ისეთი, რასაც გაითვალისწინებენ და გამოადგებათ. მადლობა დიდი. ცოტა გამიგრძელდა კითხვა. ხო, ცოტა ხა როგორ არის მე მინდა რომ ორი სიტყვით ახლა მეკლესაც შევეხო და მე გადავიდე ამ პასუხზე. რომ ქრისტიანობის რწმენაში ყოველთვის ასეთი რამეა რომ უფალმა თუ არა კურთხა წელიწადი და შენი დღე უფალმა თუ არა კურთხა ის წელიწადი არ არსებობს ფაქტიურად შენთვის უნაყოფოა ის კი არა ივანე სინელი წერს რომ მეფეხური დემონიც კი არსებობს აი ისეც გაუგებ თუ პირველიო იმან დაგასტრო ღამეო და პირველი დილა იმით გაათენეო მეფეხური თუ პირდაპირ ამბობს წინაფსპოლელიო მთელი დღე გაფჭებულიო მთელი დღე მომსპარიო ანუ რაღაცა ამაში ეს საერთოდ ეკლესია ხო მისტიკაა ეს ხო უბრალო მოვლენა არ არის ჩვენი დაბადება მისტიკაა საოცრება ჩვენი მოვლენები ესენი ხო თუ ამას რაღაცა ზებუნებრივად თუ აღწერთ რომ სრულად გაუგებარი ადამიანების ბოროტება ადამიანების სიკეთე რაღაცა ის მოვლენები რაც სამყაროში ხდება რაც ზღვაში ხდება ფსკერზე რაც ხდება ცაში პლანეტებზე ეს არ არის უბრალო მოვლენები ამიტომ ჩვენ რაღაცა იმ ხელა ამ ყველაფრის მიღმა ისეთი დიდი ვიღაც პიროვნება დგას ღმერთის სახელით ხო რომელიც ჩვენთვის ძალიან ძნელად მისაწვდომია მაგრამ ჩვენ ვიცით უბრალოდ რწმენი თუ მივხვდებით ამას და ვიცით ერთი რამე რომ თუ ყველაფრის შემომქმედმა წელიწადების და საუკუნეების შემოქმედა ეს წელიწადი ჩვენ არ გვიკურთხა არაფერი არ იქნება უბრალოდ ამიტომაც ქრისტიანები რაღაცნაირად ცდილობდნენ რომ ყოველი რაღაც ახალი წელი ისეთი ადამიანის ფეხით დაწყებულიყო რომელიც წმინდა იყო მაგალითად ჩვენ იმაშიც კი სახლის კურთხევაშიც კი ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს როდესაც გვდელი ლოცულობს რომ ღვთლის შემოსვლით აკურთხე ეს სახლიო და ძველი ქართული ესეთი გადმოცემაც არსებობს რომ ეპისკოპოსი თუ შევიდაო სახში იმ სახლს აღარ აკურთხებენ უკვე აკურთხია ეს სახლი ისედაც ანუ იმდენად ღვთის კაცი და საღვთო კაცის და ღვთის რაღაცა სიტყვისა და ხო ხვდებით რაღაცა მადლის შეტანა იმდენად დიდ წარმოადგენდა ანუ რას გულისხმობს ეს პირველი დღე თავისთავად გულისხმობს ყველაფრის აღშენებას და ყველაფრის დაწყებას ეხლა ადამიანი რომ ბედნიერი იყოს ცხოვრებაში მან რაღაცა როდისღაც უნდა დაიწყოს
ქრისტიანობით ცხოვრება როდისღაც უნდა დაიწყოს. ეს შეიძლება ვიღაცამ 2016 წლიდან დაიწყოს. ვიღაცამ ცოტა ადრეა დაწყებული. მაგრამ ვინც არ დაიწყო, მან უნდა დაიწყოს ეს. და დღემდე თუ ძალიან უჭირდა და მინდობილი იყო 1000 რამეს და მიხვდა რომ ვერაფერი ვერ გამოვიდა, ბიბლიაში არის უცნაური ნათქვამია, უფალი ამბობს რომ ბოლოს და ბოლოს ვადექითო და გამომცადეთო. გამომცადეთო, აიღეთო თქვენი მიათედიო და თქვენ სიყვარულის ნიშნათო მოიტანეთ ჩემთანო. აიღეთო თქვენი თავი და ცოტა ხანი სიკეთი აკეთეთო. ცოტა ხანი რწმენით მემსახურეთო და ნახავთო როგორ ხელებს მოგიმართავთო. და აღარ იქნება თქვენი ჯიბეო გახრეტილიო და აღარ იქნება ის რაც თქვენ მოაგროვეთო რომ მომულმა შეჭამაო. ანუ რაღაცნაირად ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა არის ღვთის განგება ჩვენზე. რომ ჩვენ აი რა ბედი გვაქვს ჩვენ რომ მერე ბედის წერა ჩვენი განსაზღვროთ აი ამ ჩვენი ბედით. რა უნდა ღმერთ ჩვენგან და ჩვენ ის ვაკეთოთ ცხოვრებაში. ეთ ეხლა ჩვენ რო ყველაფერი მოვთხოვოთ, ეგ ცოტა რთულია. სახარებაშია ხო პავლე მოციქული ამბობს რომ ვიღაცაო თავიაო, ვიღაც ხელიას, ვიღაცა ფეხიაო. და თუ ადამიანმა ეხლა არ იცის რომ ღვთისგან და ღვთის ეკლესიაში რისი წარმომადგენელია, რა მოვალეობა აქვს, ხო? ის ხელი თუ შეიძლება ფეხის საქმის კეთება დაიწყოს და არასდროს არ გამოუვიდეს. ფეხი ვერასოდეს ვერ იტვირთავს ხელის ხელოვნებას ან ხელი ფეხის სიმძიმეს. ამიტომ რაღაცნაირად ყველაზე კარგი რაც არის ადამიანმა ეს უნდა გამოიკვლიოს პირველ რიგში. რა არის მისი ბედი? რა არის მისი ბედი? მე ვფიქრობ, რომ ის რომ ბედობა, მეკვლეობა ეს არის ებრაელებშიც, არის ბერძნებშიც, ხო? არის რუსებშიც. ეს არის უძველესი რაღაცა საერო დღესასწაული, ანუ როგორ არის ერში ქრისტიანული რაღაცა სული შეტანილი წესის სახით. როდესაც ადამიანები ცდილობდნენ, რომ ჩამწვარი იყვნენ აი ამ დიდ ბედობის საიდუმლოებას. ჩამწვარი იყვნენ რაღაცა იმ სიკეთის საწყისებს. და აი ამ მისტიკაში გარკვეული იყვნენ. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ძნელია ესე ახსნათ. რა თქმა უნდა, მე მოგვიანებით ისე მოხდა, რომ ეკლესიაში მაგალითად ძირითად საბერმონაზნო წესებმა განსაზღვრეს რაღაცა საეკლესიო დომინანტი წესები და რადგან ბერები ერის წესებს ნაკლებად იცავდნენ, ხშირად ეს ერის წესებიც მე წარმართულად მოეჩვენათ. და რა თქმა უნდა ეს წარმართული არ არის. უბრალოდ ვიღაცას მე როგორც კომუნისტებს უნდათ ეთქვათ რომ ყველაფერი რაც ერშია ეს არის წარმართული საწყისისა და რაც ეკლესიაში ეს არის რაღაც სამღვდელო კასტის მოგონილი. და რაღაცა სამღვდელო კასტა თავზე ახლავს ახლა ეს რაღაც. ეს რო გაიყოთ მაინც გაყოფისათვის. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ ვართ ღვთისერი, ასე არ არის რომ ჩამოგვირიგეს რომ ესეც ჭიაკუგონობა წარმართობა ყოფილა. თურმე ამ დროს არის ეს არის უძველესი დღესასწაული, უძველესი უნიკალური ქრისტიანული დღესასწაული. ამას ახლა სხვანაირად გაიგებთ. ხო, ახლა ამას ახსნა უნდა თავისი და ამას ხო, უცბად ახლა ის არის, რა ქვია. არა უხსნათ, გეხვეწე, მე რაღაცა იმას მოაყოლებენ ამ გადაცემას. არა, ეს არის უძველესი დღესასწაული, ეს კონსტანტინოპოლშიც იყო და ეს დაჭიანებული ხატების ის იყო გამოწვა იყო ამ დღეს, რომელზეც წმინდა ნაწილებს აშუქებდნენ. დიახ და არა ის როგორ ჩვენთან აქვს გადასწრება. რა თქმა უნდა, ახლა აქ საბურაების დაწვა საერთოდ არაფერ კავშირში არ იყო და ეს იყო წმინდა ცეცხლზე წმინდა ნაწილების გამოშრობა. დღეს ახლა ჩვენ ამას პლიტაზე ვაშრობთ და სხვადასხვა ღუმელებზე და ადრე ეს არ იყო. ადრე პირიქით გატეხილი ჯვარი არის და დიახ. ხო, გატეხილი ჯვარს ოდესაც ტაძარში მოქონდათ გატეხილი ხატი, ან ამას რა უნდა უხოთ, ხო? ამას წმინდა დღეს წვავდით და წმინდა თუ ვიყენებდით და კონსტანტინოპოლში მირონის კი იხარშებოდა ხატებზე ადრე. ზარი თუა უპასუხო. დიახ, ზარი არის უპასუხო. თუ შეიძლება გისმენთ? მაშინდობის მოგესალმებით. გაიხარეთ. ილოცავთ, სამდეშობა ხარჯავს. დიდი მადლობა შენ. ერთადერთი კითხვა რა, ანტანი ამ საკითხვა. ხოლმე ამისთან, აიდი ბარათთან დაკავშირებით რა. როგორ მასაიდებელი. გას გამივიდა რა ვარ რა თქმა უნდა, პირადად არ ვიღებ არაფერს დიდებით რა.
არანაირი კუთხევი და არანაირი ეგ თქოს აგვესწრათ რა ის ხო დასაწყისია დიდი ცოტა თემით ისა თემას ცოტა შორს არის და მე ამ თემაზე საერთოდ მურჩენილი ვარ საუბარზე ჩვენ მაგ თემასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებთ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მამაო თუ შეიძლება ისა შევეხოთ 5 წუთი თუ არ არა 5 წუთია სულ დარჩენილი მამაო და მე თან არ მინდა მე ამ თემით არავის არც რეკლამას გავუკეთებ არც რეკლამას თქვენი ის არის მოძღვრები ყავთ თქვენ და მოძღვრებს დაიკითხეთ პირადად და როგორც იქნება საჭირო ისე გადაწყვეტენ მე პირადად მაქვს მამაო თუ შეიძლება აი ესეთი კითხვა მაქვს რა ისა მამაო ეხლა გადაირთო აქეთ გადმოირთო იქით მაგრამ უნდა კითხოთ რა ისა კიდე რა შეიძლება მამაო ადამიანებს რო ურჩიოთ ამასთან დაკავშირებით იმიტომ აი ჭია კოკონობაზე მე ცოტა სხვა საკითხი არის ხა ვერ გადავა იმათ ხო ხდებით მე რა მინდა ამითი რომ მე რა ჩვენ ვართ უთისერი დიახ და ჩვენი გაქრისტიანება იმდენად მოხდა რომ 100 არ არის ჩვენზე რო ამბობენ რომ აი წარმართული დღესასწაულები ქონია უმრავლესობა და დანარჩენი თუმცა ქრისტიანობა არაფერი არ ქონია მარტო ტაძრის ღობის იქით ქონია ქრისტიანული წესები ეს არის ძალიან დიდი შეცდომა პირიქით ჩვენ იმდენად ქრისტიანი ერი ვართ რომ ქრისტიანული იყო ჩვენი ყველა საერო დღესასწაულებიც ჩვენი ყველა საერთოდ დასავლეთ ქრისტიანული იყო. თუ ამას კარგად თუ გამოვიკვლევთ და მე ძალიან ბევრი ვეცადე რომ ამას ჩამწვდარიყავი და შემედარებინა ეს წესები ძველ ქრისტიანულ წესებთან და აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ჩვენი წესები რომელიც წარმართულად ითვლება ეს არის ჩვეულებრივი დამკვიდრებული ქრისტიანული ტრადიციები უბრალოდ იერუსალიმური წესისაა და როდესაც კონსტანტინოპოლური წესებზე გადადიოდა სხვადასხვა წესები იქ მე ეს უკვე დავიწყებას ეძლეოდა ამიტომ მე მხოლოდ ამის ხაზგასასვამად მოვიყვანე ეს და არა იმისათვის რომ სხვა თემაზე გადავსულიყავით. ამიტომ აქაც როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ გინდა ბედობაზე, გინდა სხვადასხვა რაღაც დღესასწაულებზე, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვნახოთ რომ რამდენად ქრისტიანულია ეს დღესასწაული და რა სიტყვის ეს ქრისტიანული დღესასწაული. იმიტომ კი არა რომ წარმართული უძახო და ერი გავხლიჩოთ კიდე შუაზე. ისედაც გახლეჩილები ვარ ჩვენ საკმარისად. და ვამბობთ რომ არა ეს წარმართულია, არა ეს ის არის და ამ დროს ეს შინაგანად მოყვება ერს. და ვიძახით რომ არა წარმართულია. პირიქით რაღაცას გავიხსენებ მამაო. უნდა გავაქრისტიანოთ ის რამდენადაც ქრისტიანული იყო. დიახ. აი ადამიანის ერთმანეთისადმი სიხარულის მინიჭებაზე მინდა მამაო და აი ამ იმაზე თქვენ ასეთ საუბრობდე წეღანი ხეეპისკოპოსი რომ შემოვაო სახშიო. მე მახსოვს რომ უნდა გავიხსენო აუცილებლად და ეს სიკეთე არასდროს არ უნდა დაეკარგოს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს. მე მახსოვს ეთერი რო იყო კაკულია მამაო ცუდად. მე რომ მას მოვახსენე ხა არ მინდოდა არ სპეკულირებ ხოლმე ამ თემით და რაღაცა და არ ვამბობ ხოლმე ხშირად და არც ეთერისად ხოვე მაშინ რო არ ეთქვა. მე მახსოვს რომ მაშინ იყო უმძიმეს მდგომარეობაში მამაო და მაგის სულს ვენაცვალე რა ვიცი კიდე მან ჩემთვის რამდენი გააკეთა და რაც მე ვარ რომ მისი დამსახურება ეს კიდე ცალკე თემაა და მამაო მე მახსოვს რომ უწმინდესმა ფეხი რო შედგა მის სახში და სრულიად რო გამოაჯამთველა ეს ადამიანი რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ კაი ფეხი და კეთილი ფეხის შედგმას მამაო მაშინ წამოვიდა უწმინდესი და სახში ავიყვანეთ და ამოვიდა წარმოიდგინეთ სახში ეთერისანახავდა რომ გამობრუნდა, აი ფაქტიურად იმდენად გააცოცხლა ეს ფაქტიურად და ბოლოს რო იყო ეგ მდგომარეობაში იყო, მაშინ იმდენად გააცოცხლა მამაო ეს ადამიანი, რომ იმის მერე 2 წელი კიდე იცოცხლა მამაო რა. წარმოიდგინეთ, ანუ აი რამდენად ერთმანეთისადმი აი ამ კეთილ ფეხს, განწყობას, მისვლას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? აი თუ შეიძლება მამა იმასთან დაკავშირებით კიდე რომ აი ერთმანეთს სიკეთე უსურვონ რა, აი რაღაცნაირად რა ვიცი აი ამ თემაზე ახალი წელი ზუსტად ეს არის რომ ადამიანები ახალი განწყობით, ახალი სიხარულით, ახალი შემართებით ერთმანეთს ახარებენ. დიახ. და ყოველთვის სურთ რომ აი ესეთი გახარებული იყოს მთელი წელიწადი. ამიტომაც თავში რაც შეიძლება ცდილობენ რომ სიხარულით იყოს. მაგალითად არის ასეთი ჩვენ საღვთო წერილში გვაქვს ასეთი ადგილები რომ პავლე მოციქული ამბობს ებრაელებზე როდესაც ლაპარაკობს რომ კიო კი განგენო ისინი მაგრამ თავში ისინი წმინდა იყვნენ თუ გახსოვთო და რადგან თავში წმინდა იყვნენო მათო სიწმინდეო მაინც არ მოაკლდებათ არასოდეს და არასოდეს არ ყოფილა დრო როდესაც ებრაელი არ ყოფილა მორწმუნე და მათ ყოველთვის მთელი კაცობრიობის განმავლობაში შეინარჩუნეს ნამდვილი რწმენა დღესაც აყავთ ქრისტიანები, ებრაელი ქრისტიანები დღესაც არიან და ადრე კიდე ხო იყვნენ და იყვნენ ძველ აღთქმაში. ანუ ძალიან საინტერესო სიტყვა მოყავს, რომ უკვე თუ თბეო წმინდაო, თავში ეს ყველაფერი წმინდა იყო, ხო? მაშინ ყველაფერი წმინდაო იყო. და რაღაცნაირად ეს ქრისტიანობაში ზის. ჩამჯდარია ეს ქრისტიანობაში და ჩვენ გვინდა რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი იყოს სიხარულით და წმინდა.
ხო? მაგალითად, თვითონ სიტყვა სიწმინდეთ რას გულისხმობს? სიხარულის სიწმინდე რა არის? როცა მასში არ შეიმღვრევა მწუხარება. ხო? თეთრის სიწმინდე რა არის? როცა მასში არ შეიმღვრევა რაღაცა ტალახისფერი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიტყვა წმინდას, ამ წმინდას ძალიან ბევრი განმარტება აქვს და ძალიან ბევრი გაგება აქვს. და ეხლა იმაზე მეტი ჩვენ რა უნდა ვთქვათ, რომ სახარება სიტყვა, სახარებას ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე წმინდა წიგნს ქვია სახარება, ხო? რომ უფალმა თავისი შობით გვახარა, რომ ნუღარაფერს გეშინია დამთავრდა ყველაფერი. ახლა თქვენ რასაც დაითმეთ ქრისტიანობისათვის, როგორც ქრისტიან, ეს ყველაფერი თქვენთვის მხოლოდ სიხარული იქნება. განსასწრებშიც რო ხართ, იქაც კი გიხარობდეთ, იმიტომ რომ ეს განსასწრებიც კი არ არის ის რომ თქვენ ეს ბოროტება რამეში არ ჩაგეთულება და ვიღაცამ გიბოროტა და ამით თქვენ რამე დაგაკლებათ. პირიქით. ვინც რამეს გიბოროტა, იმდენი კარგია თქვენთვის. და იმდენად კარგად შემოგიბრუნებთ უფალი. ანუ რა ხდება? თუ ჩვენ გვაქვს რწმენა, განსასწრებშიც კი გაგვიხარდება. და თუ ჩვენ რწმენა არ გვაქვს სათანადო, ყველაზე დიდი სიხარულიც კი გადაგვიქცევა მწუხარებად. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღვთის განგების, აი ამ ღვთის ბედობის გაგებას. მე ახლა უბრალოდ ამ საერო ტერმინს ვიხმარ. იმიტომ რომ ღვთის განგება არის ზუსტად ღვთის ბედობა. და ყველაფერი, აი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ ის სიხარული, რომ ჩვენ საერთოდ ვარსებობთ და ჩვენ ვართ და ვიღაცა გვიყურებს ზემოდან და ყველაფერი ჩვენი თმა და ღერი დათვლილი აქვს და მის გარეშე ბოროტებაც კი ვერ მოხდება. ეს თუ ჩვენ ვიწამეთ, ეს თუ ჩვენ შევიგნეთ და გავიგეთ, გაცილებით იოლი იქნება ყველაფერი. გაცილებით სწორად ვიპოვით რა გზა უნდა მოვძებნოთ ცხოვრებაში, რომელიც მე პირდაპირ მოგვიწესრიგებს ყველაფერს და გაცილებით სულიერად მეტად მომზადებულები ვიქნებით ყველანაირი მოვლენებისადმი, რაც კი შეგვხვდება ჩვენ ამ წელიწადში. გახსოვთ რომ მოციქულებს პირველად რომ დევნეს, შემოვიდნენ და უხაროდათ რომ ქრისტეს სახელისთვის კიდე კაი რო გვდევნეს. ეს ხო ჩვენთვის გაუგებარი განცდაა. ჩვენ რაღაცას ჩავარდებით განცდაში, ვაიმე ვიღუპებით, იღუპება ქრისტიანობა და რაღაცა განსაცდელი რომ შემთხვევა ჩვენერს, გონია რომ ხა ქრისტიანობას ვიღაცა წაგვართმევს. ვერავინ ვერაფერს ვერ წაგვართმევს ჩვენ. ისეთ რამეს გააკეთებს ღმერთი და ისეთ სულს დაატრიალებს აქ, რომ ყველაფერს ისე შემოაბრუნებს როგორც მას უნდა. როგორც უნდა წმენა, რა თქმა უნდა. როგორც ღვთისერს უნდა, რა თქმა უნდა. მამაო, აი ეს მინდა კიდე აუცილებლად, მამაო, თუ შეიძლება აი 2-3 წუთი დარჩა. ერთმანეთს ადამიანებს უკვე აი ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომ მეუნება ხოლმე, რომ აუ, ბიჭო, კარგად ვარ ეხლა, მაგრამ მოდი რა არ ვთქვათ ეს, აი მივდივარ და თვალი არ მეცეს და ასე შემდეგ, რაღაც სისულელე და არავის არ აგებინები, რომ კარგად არიან სამწუხაროდ დღეს ეგეთ სიტუაციაა, იმიტომ რომ გარშემო მე ხედავენ ამ შურს, ამ სიბოროტეს, ასე შემდეგ, ან გულის წვეტას ხედავენ ან რაღაცა, აი ვიღაცას რაღაცა აქვს და ვიღაცას არ აქვს, მე შეიძლება შეხედოს რაღაც საწყალიმით რა. ხდება სამწუხაროდ ესეთი ისინი არის. მამო, რამდენად აი საჭირო არის, რომ სიტყვაზე სხვისი სიკეთე გიხაროდეს და აი სხვას ესე კარგად შეხვდე და სხვასთან ესე კარგად შეაბიჯო ფეხი, აი ანუ იმას ვამბობ, ხო ხდებით, რომ აი სიტყვაზე სხვისი, ანუ რამდენად არის მნიშვნელოვანი შენთვის ისევ იგივე, რომ ეს ამას იმისთვის კი არ აკეთებ, რომ ის შენთვის აკეთებ, რომ კეთილი და კარგი ხარ. თუ შეიძლება მამო აი იმ კითხვაზე ვიპასუხე და სხვისი სიკეთის როცა გიხარია. იმიტომ ხალხი მალავს უკვე მამაო, კარგად არიან და მალავს, არა. საერთოდ სხვისი სიკეთე როცა გიხარია, ეს ნიშნავს, რომ უფასებ იმას ამ სიკეთეს. დიახ. ეხლა შენ თუ ადამიანმა სიკეთე გაიკეთე და შენ დაიბრღვირე, ნიშნავს, რომ არ დაუფასე ის სიკეთე. სახარებაშიც არის გახსოვთ ეს, რომ მაცხოვარმა მოიყვანა ერთი ადამიანი სუფრაზე, რომელიც ღირსი არ იყო. და მერე არ მოვიდა საქორწინეს სამოსელით. რატო არ გაცვია საქორწინეს სამოსელი? ამ ხელა სიხარულში მოგიყვანეო. ქორწილში შემოგიყვანეო. ხო, გზაზე გიპოვეო. საერთოდ. ანუ, როდესაც ჩვენ ვიღაცა სიკეთეს უფასებთ, სიკეთე რო გვიხარია, პირველ რიგში ჩვენ მადლიერები ვართ ამ ადამიანის მიმართ და ამითაც ვამტკიცებ თუ რამდენად მადლიერი ადამიანები ვართ და არა ვართ უმადურები. თორემ თუ ადამიანს ჩვენ სიკეთეს არ უფასებთ, ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სიკეთეს ადამიანს თუ არ უფასებთ, გამოდის, რომ საერთოდ ქრისტიანობას აცდენილი ვართ. იმიტომ რომ წარმართებიც კიო, უყვართო თავის მოყვარეებიო წარმართებსაც და ჩვენი მოყვარეები თუ არ გვიყვართ და ჩვენი მოყვარეები არ გვიხარია, ძალიან ცუდია. თუმცა რაღაცა გაგებით არსებობს, რომ როდესაც ჩვენ მალავთ სიკეთეს, არსებობს ეს, როდესაც მალავთ სიკეთეს, იმიტომ რომ რაღაცა შურიან ადამიანმა რაღაცა ბოროტება არ ჩაიდინოს. არსებობს ესეთი რაღაც. მაგრამ ახლა რადგან ვამთავრებ ჩვენ, მე მინდა რომ დასასრულს 2016 წელი ვუსურვო რომ ყოფილიყოს ბედნიერი, კეთილი, სახიერი ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენი ეს ქრისტესათვის ჯვარცმული ერი ყოფილიყოს გახარებული ამ წელიწადს.
მადლით სავსე და სიხარულის გამზიარებელი. ძალიან დიდი მადლობა მამო ესეთი ლამაზი ახსნისათვის და ბედნიერება და სიხარული ყველას თქვენ მინდა გისურვოთ დამთავრდა თითქმის გადაცემა და ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ რა ვიცი ჩვენი უწმინდესი გვიცოცხლოს ღმერთმა დიდხანს და ყველა სასულიერობის მამო მადლობას მოგახსენებთ და ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ ხვალ არა სამშაბათს აღამოს 9:00 დაგიბრუნდებით მე გახდით გიორგი დარასელია მამა მიქაელ ბრეგვაძე იყო ჩემი სტუმარი კარგად ზანდებოდეთ დროებით ყველას მოგიკითხავთ კიდევ ერთხელ და დროებით